Is Russia the aggressor? არის თუ არა რუსეთი აგრესორი ამ ომში? რუსეთი შეიჭრა They უკრაინაში. are the aggressor in this ანუ war. ისინი არიან აგრესორები ამ ომში. Well, thank you, ისინი sir, შეიჭრნენ, because დიახ. It's important to get this clarity. გმადლობთ სერ, სიცხადე მნიშვნელოვანია, რადგან პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინამ დაიწყო ეს ომი. მეორე, პირი, რომელთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, ვლადიმერ პუტინი არის თუ არა ომის დამნაშავე? Negotiating with Vladimir Putin. Is he a war criminal? Well, I think you can look at instances that have happened there and certainly characterize them as war crimes, but შეგვიძლია შევხედოთ მაგალითებს, რაც ხდება და ნამდვილად დავახასიათოთ ისინი, როგორც ომის დანაშაულები, თუმცა ჩვენი განზრახვაა ომის დასრულება. Vladimir Putin. Is he a war criminal? That's not არის თუ არა ის ომის დამნაშავე? I'm trying to answer your question by telling you that we're trying to end the ჩვენ ვერ დავასრულებთ ომს ბატონ პუტინთან საუბრის garaში. sir. Just answer the question. I'm answering your question and the answer ვცდილობ უპასუხო თქვენ შეკითხვას და ვამბობ, რომ ჩვენ ვცდილობთ ომის დასრულებას. არ არის მარტივი ამაზე პასუხი. But right now the job is to end So the you war. won't If we answer don't the end the question. war, თქვენ ბუნდოვანს ხდით საკითხს. უბრალოდ შეკითხვას უპასუხეთ. დამნაშავე. გახსოვთ რა უთხარით წარსულში სახელმწიფო მდივნად ნომინირებულ ტილერსონს? თქვენ მას უთხარით, რომ ძალიან იმედგაცრუებული იყავით მისი უნარობით. ეღიარებინა, რომ პუტინი ომის დამნაშავე იყო. ახლა ვეღარ არქმევთ მას ომის დამნაშავეს? At the time. and there will be accountability for that. შეკითხვას პასუხობ და ვამბობ, რომ ომის დანაშაულები ეჭვკარეშია, იყო ჩადენილი და იმის დასადგენად ვინ არის პასუხისმგებელი, იქნება ანგარიშვალდებულების დრო და ადგილი, მაგრამ ახლა საქმე არის ომის დასრულება. Number two, I don't know